დილამშვიდობის საქართველო დღეს 5 მაისია უყურებთ კურიერს 8 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას ელოდებიან საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე. განხილვის თემა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიწვეული პირების უფლებების შელახვა. შეგახსენებთ, სწორედ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე აქვს მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მორგის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 11 საათისთვის დაიწყება. მართლ პარტიაში კიდევ ერთხელ საუბრობენ მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე. მიმდინარე პროცესს შურისძიებად აფასებს ოპოზიცია. Deputat ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში თუ როგორ ექცეოდა ეს სადისტური რეჟიმი საკუთარ თანამოქალაქეებს არინდობდა აბსოლუტურად არავის და ესეთი რაღაც პირადი გარჩევის კვალობაზე შეეძლო პრეზიდენტს მიეცა ბრძანება და ადამიანი ეცემად მოიგონეს კონსტიტუციის დარღვევით ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის შექმნა და 24 საათი საზოგადოებას მხოლოდ ნეგატივზე ესაუბრებიან. არ არსებობს ამ რეჟიმის გარდა ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხს, თავის საზოგადოებას 24 საათი ესაუბრება იმაზე, თუ რა არის ცუდი. კომისიის მუშაობა ქართული ოცნების მხრიდან ეს არის პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენა, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ვიყოთ ინფორმირებულები, შესაბამისი ანალიზი გავაკეთოთ და ის რომ მათ არ მიეცეთ ამ საზღარი და საშინელი საზარელი დანაშაულების ჩამდენებს არ ქონდეთ უფლება ისევ პრეტენზია განაცხადონ ხელისუფლებაში დაბრუნების. ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო სწავლების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობას დღეიდან იწყებენ დეპუტატები. საკითხს კანონმდებლები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე განიხილავენ. სწორედ ამ კომიტეტმა მისცა დაახლოებით 3 კვირის წინ ენათმეცნიერების გიორგი გოგოლაშვილისა და ნანა მაჭავარიანის ინიციატივას დადებითი დასკვნა. მშობლიური ენის სწავლება უნივერსიტეტებში 2005 წელს გაუქმდა. დღემდე ის სავალდებულო მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის არის, დანარჩენებისთვის კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. ინიციატივას მიესალმება ოპოზიციის ნაწილიც. ზოგადად ესე კომენტირებას ვერ გაუკეთებ და შეფასებას ამ კანონპროექტს, რადგან ჯერჯერობით ჩვენ ვუყურებთ, რომ არ შესულა ძალაში, ვიცით რომ ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდა ასეთი პროექტები, სადაც ისწავლებოდა ქართული ენა და ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, რა თქმა უნდა, თუმცა აქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების და ასევე უცხოელი სტუდენტების უფლებებიც და ზოგადად სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინიციატივა მისასალმებელია. ქართული ენა როგორც სავალდებულო საგანი გაუქმდა ნაციონალური მოძრაობის პერიოდში და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის ქართული ენის, ქართული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ დავაბრუნებთ ქართულ ენას უნივერსიტეტში და ეს ძალიან ბუნებრივი არის და მარტივი მიზეზი, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც სურს რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, მას უნდა შეეძლოს გამართულად საკუთარ ენაზე საუბარი, საკუთარ ენაზე წერა და ზოგადად ქართული ენის ფარგლებში აზროვნება. გვიანობამდე მუშაობდნენ მაშველები დადიანის ქუჩაზე, სადაც გუშინ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული. ნაძალდევის რაიონის გამგების ინფორმაციით 34 ოჯახი შენობიდან დროებით გაყვანილია. ირაკლი ანდღულაძის თქმით, კორპუსი ავარიული იყო, თუმცა სახლების დატოვებასთან და გამაგრებითი სამუშაოების დროულად დაწყებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. მუხტარის გამო დაშავდა 2 ადამიანი, ისინი სამედიცინო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. სასტუმროში ამ ეტაპზე არავინ არ არის დატოვებული ღიაცის ქვეშ. მიმდინარეობს მოკვლევა, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევა, ასევე ჩატარდება ექსპერტიზები და ამის შედეგად მერე გაეკვლევა შემდეგი ნაბიჯები. განისაზღვრება შემდგომი ნაბიჯები და ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული შემდეგი ნაბიჯებიდან გამომდინარე განხორციელდება შემდეგი ეტაპები. პაპი ფრანცისკეს ბოლო სამგლოვია რომ მესა ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში აღევლინა. ამით დასრულდა 9 დღიანი გლოვის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დღეში კარდინალები კონკლავს დაიწყებენ. წმინდა საყდრის ინფორმაციით 7 მაისს იტალიის დროის დილის 10 საათზე თავდაპირველად კარდინალთა კოლეგია წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესას აყალნეს. მოგვიანებით 5:30-ისთვის 123 კარდინალი სალოცავად წმინდა პავლეს კაპელაში შეიკრიბება, საიდანაც პროცესით სიქსტეს კაპელაში გადაინაცვლებენ. კენჭისყრის დაწყებამდე ყველა კარდინალი
ფიც დადებს, რომ ის ერთგულად შეასრულებს საკუთარ მოვალეობას თუ მათ აირჩევენ. სწორედ სიქსეს კაპელაში უნდა მოხდეს ახალი პაპის შერჩევაც, რეგლამენტის თანახმად კარდინალები კაპელას კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე არ დატოვებენ. საჰაერო განგაშია უკრაინის 7 რეგიონში დასახლებების მიმართულებით ოკუპანტებმა საბრძოლო დრონები და რაკეტები გაუშვეს. თავდასხმის სამიზნე გახდა სუმის ოლქში მდებარე ქალაქი კონოტოპიც, რომელიც რუსეთმა 10-ზე მეტი დრონით და 2 ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაბომბა. დაშებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ქალაქში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზეც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 200-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად ისევ პოკროვსკი სახელდება. პარალელურად მოსკოვზე შეტევის შესახებ იტყობინება რუსეთის დედაქალაქის მერი. სერგეი სობიანინი წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 4 უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს. საუბარია იერიშზე, პოდოლსკის ტერიტორიაზე. მისივე მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას გრევა ან მსხვერპლი არ არის. უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლოა შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი NBC News-თან ინტერვიუში. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იყო მომენტები, როდესაც ის ახლოს იყო შუამავლის როლზე უარის თქმასთან. მისივე განმარტებით ის რისი დათმობაც რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოუწევს მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმა. ტრამპი ამბობს, რომ ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს პუტინთან დარეკვა, რადგან მისი განმარტებით რუსეთის პრეზიდენტი მათ ზარებს არ პასუხობს. და კვლავ საქართველოში და სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. პროექტის ფარგლებში იგება 5200 მეტრზე მეტი სიგრძის ასფალტ-ბეტონის საფარი. გარდა ამისა ეწყობა სანიაღვრე არხების ცხაურები და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასასვლელი ხიდბუგირები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3,5 მილიონ ლარს აჭარბებს. სოფელ კაბალში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. პროექტი მუნიციპალიტეტმა 2024 წელს დაიწყო, ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი ეწყობა ასევე კაპიტალური სანიაღვრე არხები, ეზოების შესასვლელები, რამოდენიმე ლოკაციაზე იცვლება მილხიდები. პროექტის ჯამურგილობა 3,5 მილიონ ლარს აღემატება. ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნება სამსახელწოდების პროექტის ფარგლებში კონკურსი გამართა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. სკოლის მოსწავლეებმა დაცული ტერიტორიების თემატიკაზე ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები წარმოადგენეს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალგაზრდებში ცნობადობის ასამაღლებლად მსგავს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ეკოკლუბების სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგენეს სხვადასხვა ნამუშევრები, როგორც ნახატების, ასევე ესეების სახით. ეს იყო კონკურსის პირველი ეტაპი, ამის შემდეგ მოხდება საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა და შესაბამისად მოსწავლეების დაჯილდოება. ჩვენი ბუნებაც მართლაც დასაცავი არის და ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება და მე ამ პროექტში ძალიან დიდი განათლება მივიღე და ძალიან დაინტერესებული ვიყავი თავიდანვე. ამიტომ დავწერე თემა, რათა განმანათლებინა ახალგაზრდობაც და ჩემი თავისთვისაც უფრო მეტი განათლება შემეწია და ეს თემა ძალიან შემეცებინა საინტერესო იყო და ყველას გისურვებთ და მოგიწოდეთ რომ დაიცვათ თქვენი ბუნება. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rusthavi2.gi შეგიძლიათ